გამარჯობა პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო მაუწყებლობიდან მოგესალმებით ვთ საქართველოს გუნდი და მე ჟურნალისტი ნათია კობერიძე. როგორია დემოკრატიული არჩევნების პირობები საქართველოში? ქართული ოცნება ოპოზიციის დაპატიმრებებს და პროვოცირებას აგრძელებს და საარჩევნო გარემოს ანალიზი. ამის შესახებ გიამბობთ ვარშავის სტუდიიდან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის განცხადებით, საქართველოში ამჟამად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობები არ არსებობს. კომიტეტი მიზეზად ასახელებს ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, რეპრესიულ კანონმდებლობას, დემონსტრაციების დროს ძალადობას და აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამოუძიებლობას. ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტი ხელისუფლებას ასევე მოუწოდებს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და EUTHO-ს რეკომენდაციები. ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის დასკვნას დაემთხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის, ლევან ხაბეიშვილისთვის 2.5 წლით და მურთა ზოდელავასთვის 9 თვით პატიმრობის დღევანდელი განაჩენი. საუბარია 2024 წლის საარჩევნო პერიოდში ხაბეიშვილის მიერ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებისთვის საჯაროდ შეთავაზებულ თანხაზე, რომელსაც ხელისუფლების ძალადობრივი დავალებების შესრულებისგან თავშეკავების შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერი პოლიციელებს პირდებოდა. მურთა ზოდელავა კი დღევანდელმა სასამართლომ ამ საქმის გამოძიებისას ხაბეიშვილის ტელეფონების გადამალვისთვის დასაჯა. ხელისუფლების მიერ მიგზავნილი პროვოკატორების მორიგ მაგალითად მიიჩნევა გუშინ თავისუფლების მოედნის წევრების საჯარო აქტივობისას მომხდარი შემთხვევა. ოპოზიციური ალიანსის წევრს თავისუფლების მოედნიდან სიმონ ჯანაშიას რამდენიმე მამაკაცი მიუახლოვდა და 26 მაისის ფლაიერების დარიგებისთვის დასცინა. მომხდარი არ მიიპყრობდა ყურადღებას, რომ არა ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც პროცესს ტელეფონით იღებდა და მოგვიანებით ეს კადრები ხელისუფლებასთან ასოცირებულ ტელევიზიებში გავრცელდა. სიმონ ჯანაშიას ვკითხოთ, როგორია ოპოზიციის მდგომარეობა არადემოკრატიულად შეფასებულ ელექტორალურ გარემოში საქართველოში. სიმონ, მოგესალმებით, როგორ ხართ? რას ფიქრობთ ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის დასკვნაზე, რომლის მიხედვით საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაფერისი გარემო არ არის? პრინციპში შეფასება მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ როდესაც წინა არჩევნებს დააკვირდა საერთაშორისო დამკვირვებლების მისია, მაშინვე გამოჩნდა ის, რომ თვითონ არჩევნების დღეს ძალიან აშკარა იყო, რომ ხდებოდა მოსყიდვა, იყო დაშინება, ცხადია იყო სხვა ტიპის გაყალბებებიც, მაგალითად, როცა ყველა ნახა, როგორ მიდიოდნენ ადამიანები სხვისი პირადობის მოწმობის ნომრებით თუ პასპორტებში ჩადებული ფურცლებით და სხვის მაგივრად აძლევდნენ მას, მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი, წინა საარჩევნო გარემო არის ცალკე პრობლემა, იმიტომ რომ ხელისუფლება იყენებს ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ რესურსს, მაგალითად რთავს არჩევნების პროცესში მასწავლებლებს, საბავშვო ბაღის პერსონალს, აიძულებს მათ, რომ იმოქმედან მათ სასარგებლოდ და აყავს ეს ხალხი აქციებზე, არ აძლევს სხვებს საშუალებას, რომ მაგალითად იქირაონ სივრცე, სადაც გამართავენ შეხვედრას, აშინებს ხალხს იმითი, რომ თუ ოპოზიციის შეხვედრებზე მივლენ, მაშინ მათ სამსახურებიდან გაყრიან. მაგალითად ზოგიერთ რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმებსაც კი იყენებდა აგიტაციისთვის და ახლა სახში რომ მოგადგება ადამიანი, ვისაც რაღაცა ომში ბრძოლის გამოცდილება აქვს და რო გეტყვის, რომ აი ამ პარტიას უნდა მიცეხმა, უკვე ფიქრობ, რომ უკვე კარგად დაფიქრდები იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ის, რომ საერთოდ არ მიხვიდე არჩევნებზე ან სხვა პარტიას მიცეხმა და სიმონ, გუშინ მოგზავნილი პროვოკატორების ვიხილეთ და ამაში არაფერია უკვე ახალი. თქვენი აზრით რა არის საჭირო, რომ ოპოზიციას მეტი მდგრადობა და ოპოზიციურ ინიციატივას მეტი ძალა ჰქონდეს? ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი კოორდინაცია სხვა პარტიებთან და ეს გულისხმობს ყველა პარტიას და არა მხოლოდ ზოგიერთ პარტიას. ზოგთან მეტი კოორდინაცია გვაქვს და ზოგთან ნაკლები და ასევე ახალ ჯგუფებთან, რომლებიც აი ამ პროტესტის ფარგლებში წარმოიშვა და ეს მე მგონი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის.
თავისუფლების მოედნისთვის ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობიანობა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მორალური უპირატესობა არ უნდა დავკარგოთ, საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი გზით და ამიტომ არ მართლობთ არც ერთ ისეთ აქციაში თუ რა იდეის განვითარებაში სადაც შეიძლება სხვა ალტერნატიულ გზებზე იყოს საუბარი და ცხადია ასევე მნიშვნელოვანია ზეწოლა ხელისუფლებაზე მუდმივად როგორც ქვეყნის შიგნიდან ისე გარედან ზეწოლისთვის მაგალითად ერთ-ერთი მაგრამ არა ერთ-ერთი ინსტრუმენტია სხვა აქცია კამპანია მაგალითად თავისუფლების მოედანი დავდივართ სხვა რეგიონში საქართველოს და იქ ვცდილობთ რომ ავაგოთ ქსელები, ანუ საზოგადოებას ვაჩვენოთ რომ ჯერ არაფერი დაკარგული არ არის და ყველაფერი წინ არის და უნდა აუცილებლად ერთად მუშაობთ და მივახციოთ გაუმჯობესებას და ეს თავისთავად მნიშვნელოვანი არის ასევე იმისთვისაც რომ პარტიას კონდეს შესაძლებლობა რომ უკეთესად იცოდეს რეალურად რა ზიანი მიაყენა ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ რაღაცა ზოგადად ქვეყნის მასშტაბით, არამედ თითოეულ რეგიონში თუ ქალაქში თუ დასახლებაში და ამის ცოდნის საფუძველზე მე უკვე შესაძლებელი ხდება სხვა ინსტრუმენტის შემუშავება, ხო, ზოგან მაგალითად მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ მაგალითად იმუშაო გარკვეულ ჯგუფებთან, მაგალითად, რა ვიცი, ჭიათურაში სხვა პრობლემებია, ბათუმში სხვა პრობლემებია, ქუთაისში სხვა პრობლემებია და შესაბამისად, როცა იცი ესეთი დეტალები, მაშინ უკეთესად გეგმავ შენ სტრატეგიასაც და მიდგომებს იმისთვის, რომ ეს რაღაცა ენთუზიაზმი არ ჩაქრეს და ზეწოლა შიგნიდან გაძლიერდეს, მაგრამ ცხადია, ქვეყნის გარეთაც პარტნიორების შეკავშირება მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით რა ხდება საქართველოში ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის რომ გარედანაც გავლენა კონდეს გლობალურ პოლიტიკას საქართველოში დადებითი მხრივ, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ის მომენტი, როდესაც საქართველო აღარ იქნება საინტერესო, ანუ თუ ჩვენ გავჩერდებით, ცალკე საქართველო აღარ იქნება საინტერესო და ამის საწინააღმდეგოდაც მუშაობთ. დიდი მადლობა სიმონ. წარმატებები 26 მაისს. ეს იყო სიმონ ჯანაშია თავისუფლების მოედნიდან. უკვე მე-9 დღეა ოპოზიციური ალიანსის წევრები საჯარო კამპანიას მართავენ და 26 მაისის დიდ შეკრებაზე მოქალაქეების მობილიზებას ცდილობენ. ერთად გამარჯვებისთვის ამ ლოზუნგით ფლაიერების დარიგებისას ალიანსის წევრები თან მომავალი არჩევნების ჩატარების საკუთარ ხედვას უხსნიან ამომრჩევლებს და თან დიდ აქციაში მონაწილეობის მოტივებს უქმნიან. ამასობაში ლელო ძლიერი საქართველოს წევრები რეგიონებში მართავენ შეხვედრებს. ირაკლი კუბრაძემ გუნდთან ერთად გურია და არჭარა მოიარა, თუმცა 26 მაისის მცდელობაში მონაწილეობას არ აპირებს. ოპოზიციური ალიანსის კამპანიებს და შეხვედრებს უერთდებიან მოქალაქეები საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. 26 მაისს დაგეგმილია მცდელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ. საარჩევნო გარემოზე საქართველოში და ახალგაზრდების ელექტორალურ განწყობებზე სასაუბროდ ვარშავის სტუდიაში მოვიწვიეთ და ჩავწერეთ არჩევნებზე დაკვირვების და ახალგაზრდების განათლებაზე მუშაობის გამოცდილების მქონე საჯარო მმართველობის დოქტორი გიგა ფარტენაძე. ინტერვიუს ნაწილს ჩვენ ახლა ამ გადაცემაში შემოგთავაზებთ. სრული ვერსია კი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს Facebook გვერდზე, რომლის გამოწერასაც გთხოვთ აქვე. VT საქართველოს News ლათინურად. მე მინდა თქვენთან ვისაუბრო ზოგადად საარჩევნო გარემოზე საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ჯერ ბევრი დროა, ჩვენ ისიც არ ვიცით რა ტიპის არჩევნებთან გვექნება საქმე, როდესაც მოვა ამის დრო, მაგალითად ოპოზიცია ჩაერთვება, არ ჩაერთვება, რა ჩარჩო ექნება ზოგადად მომავალ არჩევნებს, მაგრამ თქვენ როგორც პროცესზე დამკვირვებელმა, თუ შეიძლება გვიამბეთ, როგორ გნობთ თავს, აი როგორ ფიქრობთ რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, არა მარტო პოლიტიკურ წრეებში, როგორია ახლა წინა საარჩევნო გარემო, იმიტომ რომ პრინციპში რაღაცა ეს არჩევნების მზადება მუდმივად მაინც ჰაერშია. მოგესალმებით. ნათია, მივესალმებით ჩვენს პოლონელ მაყურებლებს, მივესალმებით ქართულ მაყურებლებს და გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი
ინიციატივის წამოწყებას. ვფიქრობ, რომ ეს ნათლად აჩვენებს ზოგადად, როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს თავად ევროპას საქართველოს მიმართ, რომ სიტყვის თავისუფლება, მედია თავისუფლება სწორედ ამ ტიპის, ასე ვთქვათ, პროექტების განხორციელებით ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ არის ჩვენი ქვეყნის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დიდი ევროპული ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გვერდით. რაც შეეხება შეკითხვას, სადღაც დაგეთანხმებით, რომ ეს საარჩევნო პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაში ხშირად უფრო არჩევნების წელს მიმდინარეობს, დღეს ეს ტენდენცია სხვაგვარად არის, იმიტომ რომ რეალურად 2024 წლის შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივად გადასულია, მოდი ასე ვთქვათ, რაღაცა იმ საარჩევნო პერიოდის მოლოდინისკენ. რომ სადღაც უნდა დაინიშნოს არჩევნები, რომელიღაცა წელს უნდა ჩატარდეს ან რიგგარეშე არჩევნები, ან შემდეგი მორიგი არჩევნები და ასე შემდეგ. მაგრამ რეალური მსვლელობა ამ მიმართულებით თუ შევხედავთ დღევანდელ პოლიტიკურ დღესასრიგს, მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკურ დღესასრიგში არის აქტიურად წარმოდგენილი. საკადრო პოლიტიკის სულება, მაგალითად რეგიონებში უფრო მეტად პოზიტიური ადამიანების წამოწევა წინა პლანზე, რომლებიც მაგალითად აჭარის რეგიონზე რო ვისაუბროთ, წინა პერიოდში აქტიურად იყვნენ ჩართულები, შემდეგ გადაიყვანეს კვლავ დიპლომატიაში, დღეს ისევ დაბრუნდნენ. რა არის თქმა მინდა ამით, რომ ქართული ოცნება ემზადება არჩევნებისთვის, რეალურად ეს მზაობა დაწყებულია უკვე, რასაც ვერ ვიტყვით აქტიურ ფაზაში, ასე ვთქვათ, სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. თუმცა, რატომ აი ეს ახლა ვთქვათ 26 მაისისთვის მზადება თუნდაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ციხიდან, ეს არ შეიძლება მივიჩნიოთ წინა საარჩევნო კამპანიის რაღაც ფორმად. ჩვენ ვიცით, რომ 26 მაისს დაგეგმილია ოპოზიციური ელექტორატის, ასე ვთქვათ, მობილიზება დედაქალაქში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორად არის მომზადება საარჩევნო პროგრამისთვის ან საარჩევნო თემატიკისთვის. ჩვენ ველოდებით რაღაც კონკრეტული განცხადებების გაკეთებას, თუმცა ჯერ არ ვიცით რა იქნება ეს, მაგრამ ის რომ საარჩევნო კამპანია და მოქალაქეებთან ურთიერთობა შეხვედრა აქტიურ ფაზაში იყოს გადასული, ჩვენ დღეს ამას სამწუხაროდ ვერ ვხედავთ იმ ინტენსივობით, რა ინტენსივობითაც უნდა იყოს წარმოდგენილი მაგალითად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრა, ახალგაზრდებთან საუბარი და ასე შემდეგ. შეიძლება ჯერ არ არის დრო ამისა, ადრეა დაუშვათ არჩევნებამდე, მაგრამ დღეს საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება თავისი პოლიტიკური არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ დრო, ასე ვთქვათ, გადაწიოს, რომ მოსახლეობას არ შეხვდნენ და არ ესაუბრონ იმ სხვადასხვა სიკეთეებზე, რასაც ზოგადად ცვლილებების მოტანა შეუძლია. ანუ თქვენს ემხრობით ან პეტერ მადიარის ფორმულას, რომ ძალიან მაღალი აქტივობა, საზოგადოებასთან ჩართულობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. გადამწყვეტია ეს. და როდესაც ვსაუბრობ, ჩვენ მაგალითად აი ძირითადად ჩემი ფოკუსირებული ჯგუფი არის ახალგაზრდები. ახალგაზრდებს გვესაუბრებიან დაახლოებით რა ტიპის ინფორმაცია არის, ინფორმაციის ვაკუუმია ქვეყანაში. ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდით ტელეეთერებიდან, რაღაცა დისკუსიებში ვგებულობდით მონაწილეობას ევროკავშირის სიკეთეებზე. მაგრამ რეალურად რამდენად სწორად მიდის ეს ინფორმაცია? თავად აი ამ ოჯახის წევრების, ბებია ბაბუების, მშობლების, ახალგაზრდების აგონებაში ეს უკვე მეორე საკითხია. და ვფიქრობ ამ მიმართულებით ძალიან ბევრია დღეს კიდევ სამუშაო, რომ გაცნობიერებული გქონდეს ქვეყანაში რეალურად რა სიკეთეებზე ვსაუბრობთ და რა დევს სასწორზე თუ ამ სიკეთეებს ჩვენ დავკარგავთ. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან წყარო, შეიძლება გახდნენ პოლიტიკური იდეების წყარო. მე ნაწილობრივ გეთანხმებით კი ბატონო, თუმცა აი თქვენ ახალგაზრდებთან მუშაობთ გიგა და მაინტერესებს დღეს არის თუ შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ერთგვარი ნიჰილიზმია განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მგონია, რომ ის რაც ჩვენ ნახეთ 2024 წლის საპროტესტო პროცესებში ეს არ ნახული ტალღა პროტესტის შემდგომ ჩემი შთაბეჭდილებით ეს ელექტორალურ აქტივობაში არ კონვერტირდა და მეთანხმებით თუ არა და როგორ ფიქრობთ რა შეასახა ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ქვეყანაში ყოფილიყო სტატისტიკა იმ ახალგაზრდებისა რომლებიც მიდიან არჩევნებზე და ხმას აძლევენ რადგანაც მოგცემს ზოგადად სურათს რა ხდება ქვეყანაში მაგრამ ეს სტატისტიკა არ არის თუმცა თუ დავეყრდნობით აი საქსტატს მაგალითად რამდენია დაახლოებით 18-დან 30 წლამდე ამომრჩეველი ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაახლოებით ალბათ 700-დან 800-მდე ახალგაზრდა მივიდა საარჩევნო უბანზე და მისცა დააფიქსირა ხმა. მე მგონია რომ
ამ მრჩევლების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. და ის რომ ის არ გარდაიქმნა შემდეგ უკვე ისე როგორც დავუშვათ მათი მოლოდინები იყო, ეს ბუნებრივია უკვე გარკვეული სხვა ძირითადი განსახილველი საკითხის თემა, რომელიც ჩემი კომპეტენციის მიღმა, მე ასე მგონია, რადგან არ მაქვს რაღაცა მყარი არგუმენტები ამაზე სამშობლოდ, თუმცა აი მოლოდინები და ახალგაზრდების მოლოდინები, მათ შორის არ იქნა ერთმანეთთან გადაკვანძული მიღება შედეგობრივი კავშირის ნაწილში. ამიტომაც ამან გააჩინა გარკვეული ბზარი, ამან გააჩინა გარკვეული ნიჰილიზმი, თავად აბსენტეიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, რაც მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ სამოქალაქო აქტივისტებისთვისაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რომ ჩვენ ამას ვებრძოლოთ. იმიტომ რომ საარჩევნო ყუთთან ახალგაზრდა თუ არ მიდის, ეს ძალიან დამაზიანებელია ზოგადად ჯანსაღი პოლიტიკური პროცესისა და მომავალი შემდეგ უკვე ქვეყნის განვითარების. დღეს დაკრძალეს ოკუპირებულ ხაზს მიღმა დარჩენილი და ხურვალეთის გამყოფ ხაზს იქით თავისი კარმიდამოს ჯიუტი მცველი ვალია ვანიშვილი. ქალბატონი ვალია 90 წლის ასაკში 18 მაისს გარდაიცვალა. ნეტგაზეთის ცნობით ვალია ვანიშვილის დაკრძალვაზე დასაწყებად ნათესავებს ხურვალეთში მავთულ ხლართებზე გადასვლა მოუხდათ. ვალია ვანიშვილს ხშირად სტუმრობდნენ ჟურნალისტები და საერთაშორისო დელეგაციები, რომლებიც ცხინვალის რეგიონის ამ ოკუპირებული ნაწილის მოსანახულებლად ჩადიოდნენ. ვალია ვანიშვილი ბოლო ადამიანი იყო, ვინც ხურვალეთის მავთულ ხლართებს მიღმა რუსეთისგან ოკუპირებულ ხურვალეთში ცხოვრობდა. დათბობაზე სული მას ამბობდა, როგორც ბოლოს დაუტოვა ანდერძი რო არც დაწასული იყო, იმ ანდერძს იხსენებდა სულ მუდამ და ახსენდებოდა ის მომენტები ახალგაზრდობაში ერთად როგორ სიზმა შეცხადებოდა ხოლმე, როგორც თვითონ აღწერს, რომ უნდოდა რომ ვითომ მასთან წასულიყო მათ. ხო. ასე იძახდა ხოლმე კი და სულ ეშინოდა ამის გამო. სახლი რომ მარტო რჩებოდა, ამაზე ხომ არ ღელავდა. კი, სხვათა შორის ღელავდა და ამიტომ დატოვებული იყო, მაგრამ ნუ თავის შვილები ფიზიკურად ვერ ახერხებენ, რომ აქ პირობებს ვერ იცხოვრებენ და ისევე ზევით ქედზე გრძალავთ, ისევე ქმრის კვეთით. და სპორტკლუბში რომ იმებოდა ამ დროს მეც აქ ვიყავი. მაშინ ვიყავი თორსები ან 6 ან 7 ან 5 სახარ მახსოვს ზუსტად და პირველ რიგში გამოდაიწყეს ზევიდან მხრიდან და აქ რომ მოდიოდა, ნუ ეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ რა ვთქვა. კიდევ შემიძლია გავიხსენო, რომ სულ თავის შვილებს ელოდნენ, როდის მოვიდოდნენ, როდესაც ჩამოდიოდნენ სუფრას გავშლიდნენ ხოლმე. ერთ სიტყვით შრამული იყო სამი შესაძლებელი იყვნენ. ახლა ეს შრამული გაგრძელება თუ არ არის. მადლობთ რომ მოხვედით ჩვენს დღევანდელ სამძიმარზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. ანუ იყო პერიოდი, როდესაც ვერ ვახერხებდით მოსვლას, სადან არის ორი მხარის შორის დახმება და სანამ ვიყავი არასწლოვანი, მანამდე ვახერხებდი ხოლმე შემოპარვას. შემდეგ უკვე ვეღარ შემოვდიოდი. დაახლოებით 8 თვე აღარ ყოფილა აქ და როგორც სატელეფონოზე გამომდინარე, უცოდად იყო ხოლმე ხშირად დაწუხებდა როგორც წამის პრობლემა, ისე წელის პრობლემა და ასე შემდეგ. და როგორც გავიგე, გარდაიცვალა 17-ში, გარეთ იყო გამოსული და სკამიდან გადავარდა. და ალბათ მაგდროს გარდაიცვალა, საერთოდ თუნდაც არ ვიცი. და ჩვენც რუსებმა შეგვატყობინეს რომ გარდაიცვალა და შემდეგ უკვე ჩემ აგდროსზე მოვიდა და მე უკვე 18 ჩამოვიდი. VT საქართველოს ნიუსის გუნდი უერთდება ვალია ვანიშვილის სამძიმარს. ოკუპაცია გრძელდება, მაგრამ გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. შევხვდებით ხვალ.